მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბუაძე, ფსიქოლოგი. აზროვნების აკადემიის პოდკასტი აღზრდის შესახებ წარმოგიდგენთ თემას კომუნიკაცია. ჩვენ ვისაუბრებთ ეფექტურ და არაეფექტურ კომუნიკაციაზე, მშობლებსა და შვილებს შორის კომუნიკაციის ხელისშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებზე. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის სტუმარია ფსიქოლოგი ზურამ ხეიძე. მოგესალმებით ბატონო ზურამ, მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხართ. გამარჯობთ. მოგესალმებით და თქვენ აუდიტორიასაც მივესალმებ. ბატონო ზურა, თქვენ საუბრობთ ხშირად და მე ვფიქრობ ქართულ სივრცეში ყველაზე მეტ საუბრობთ კომუნიკაციის შესახებ. და მთავარი მესიჯი რაც ჩემთან მოდის არის ის რომ ჩემმა ჯანსაღმა კომუნიკაციამ შეიძლება ხელი შეუწყოს ჩემ სოციალიზაციის პროცესს, ჩემ ბედნიერების აღქმას, ჩემი ცხოვრების ხარისხს და პირიქით შეიძლება არაჯანსაღმა კომუნიკაციამ არათუ ურთიერთობები გამიფუჭოს, ბიოლოგიურ დონეზეც დამაზიანოს. რა სიტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც ესე პოზიციონირებენ, აი ესეთი ვარ მე რა, გულწრფელი ვარ, პირდაპირი ვარ, ხმამაღალი ვარ და მიმიღეთ ესეთი როგორიც ვარ. პირველ რიგში კომუნიკაციაზე იმიტომ საუბრობ, რომ ეს არის ურთიერთობები და მე ყოველთვის ვამბობ, რომ მთელი ცხოვრება არის ურთიერთობები. იქიდან ლოგიკური გადასვლა, რომ თუ მთელი ცხოვრება ურთიერთობებია, გამოდის, რომ თუ ურთიერთობებში ვერ ყვევი, ცხოვრებაშიც ვერ ყვევი. აქედან გამოდის, რომ თუ რაღაცა ჩემ ცხოვრებაში ისე არ ლაგდება, როგორც მე მინდა, სადღაც შეცდომას უშვებ ურთიერთობებში. საქმე იმასია, რომ თვითონ ისიც უნდა წარმოვიდგინოთ, ფუნქცია რა აქვს ურთიერთობებს. ცუდად ჟღერს, მაგრამ ფუნქცია ურთიერთობის არის საკუთარი ინტერესების გატარება. საკუთარი ინტერესები ტარდება მაშინ, როდესაც ჩვენ გავლენა გვაქვს სხვაზე, ან ადამიანზე, ან ადამიანთა ჯგუფზე, ხო? ამიტომ თუ ჩვენ ვიცით როგორ ტარდება ეს ფსიქოლოგიური მექანიზმი ვახცევთ შედეგს რაც ჩვენ გვინდა და ადამიანები ძირითადად ოპერირებენ სურვილებით. ჩემი სურვილი რომ რაღაცა მოხდეს არასაკმარისი პირობა იმისთვის რომ ის მოხდეს ისე როგორც მე მინდა. ხო? რადგან გავლენა ვახსენე, აქაც ძალიან მარტივი, მე მგონი გასაგები ფორმულა, გავლენა ჩვენ გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ადამიანზე, ან ადამიანთა ჯგუფზე, სადაც ჩვენი ინტერესის გატარება გვინდა, შევძლებთ და აღწერთ ემოცია. იმიტომ რომ ნულოვანი ემოცია, ნულოვანი გავლენა. მაშინ გამოდის, რომ ურთიერთობაში, კომუნიკაციის სტრატეგიაში და ტაქტიკაში რამდენიმე კითხვას უნდა გავცეთ პასუხი, სანამ შევალთ ურთიერთობაში. რა მინდა? რომელი ემოცია მჭირდება შედეგის მისაღებად და როგორ უნდა აღწერო ის ემოცია. ეს არის ურთიერთობების ცოდნა. და ის ადამიანი, რომელიც ამბობს მე ესეთი ვარ, მემიღეთ თუ არ მემიღეთ თუ რაღაცა, აღწევს ამით შედეგს. თუ არ აღწევს, აი ზუსტად ის განზომიერებები არის ის, როგორ უნდა ურთიერთობები აწყოს. და თუ არის ამისი დასწავლა შესაძლებელი, აი ვთქვათ, ერთია რომ მივხვდი რომ ვერ გავედი ფონს და ვერ მივიღე ის რისი მიღებაც მინდა და საიდან უნდა დავიწყო ეს ყველაფერი, როგორ უნდა მოვახერხო რომ ეს გავაცნობიერო და მივიღო ჩემთვის ასურველი კომუნიკაციის პროცესში. მექანიზმი და წარმოვიდგინოთ როგორ მუშაობს ზოგადად ფსიქიკა. ნახეთ, როცა მოთხოვნილება ჩდება, თქვა წყალი გვინდა, არის დაძაბულობა, წყალის მიღების შემთხვევაში არის შვება. ანუ მთლიანად ორგანიზმი შედგება ამ დაძაბულობისგან და შემდეგ შვებისგან. ინტელექტუალურ კუთხით რო შევხედოთ, ანუ ფსიქიკა როგორ მუშაობს, კითხვა არის დაძაბულობა, რომელიც განაპირობებს მზაობას გზის მონახვისთვის. ამიტომ ნახეთ, თუ რაღაცას ვერ ვაღწევ და ვაბრალებ სხვას, მე პასუხი მივეცი ჩემ თავს, რომ სხვისი ბრალია, მაგრამ მე არ განვითარდი. იმიტომ რომ დავხურე კითხვა. ამიტომ ვისაც უნდა მუდმივი განვითარება ამ კუთხით, ყველაფერი რაც მის გარშემო ისე არ ხდება, რაც თვითონ უნდა დააბრალოს თავის თავს. დაბრალებას მე არ გულისხმობ თვითგვემისთვის. დაბრალება ეს არის მოძიება იმ რესურსის, როგორ უნდა გამეკეთებინა, სად დაუშვი შეცდომა და რა ვარიანტები იყო, რომ მე შედეგი მივიღო. ასე რომ, ნახეთ, ერთის მხრივ ჩამრთველი არის კითხვა, გამორთველი არის პასუხი. და შეიძლება თუ არა დასწავლა, რა თქმა უნდა, შეიძლება დასწავლა, თუ დავსავთ საკითხს, როცა რაღაცას ვერ ვიღებთ, რა გავაკეთე არასწორად. ან ვეთონ მომევა აზრი, ან ვიკითხავ, ან დავაკვირდები, ან გამოცდილებას გავიზრდე, ან მოვძებნი, ან წავიკითხავ, ან სხვას ვკითხავ, მაგრამ მე იმ რესურსს შევავსებ, რაც დამაგდა წინა ურთიერთობის დროს. ასე რომ დასწავლადია თუ სურვილი გვაქვს, რა თქმა უნდა. კი ბატონო.
რო ვისაუბროთ ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე, აი თქვენ აღნიშნეთ, რომელი ემოცია მინდა გამოვიწვიო მასში. როგორ მინდა რომ ვთქვათ აღძრა ის ჩემთვის სასურველი ემოცია, ხო? აქ თუ მე ჩემს საკუთარ ემოციებთან კონტაქტი არ მაქვს, თუ არ ვიცნობ ჩემს ემოციებს, ვიღაცის ფრაზას რა გავლენა შეიძლება კონდეს ჩემს ემოციაზე, ძალიან რთულია ამის წარმოდგენა. აი, რამდენად ღირებულია ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესში? ამაზე ჩემი აზრი არ გვჭირდება. ბოლო 10 წლების აღმოჩენაა, რომ ემოციური ინტელექტი მაღალი ნიშნავს მეტ ცხოვრებაში წარმატებულობას, მეტ ბედნიერების განცდას. და ემოციური ინტელექტი რას ნიშნავს სხვისი და საკუთარი ემოციების მართვის უნარს. თუ ეს მექანიზმი კარგად გვაქვს წარმოდგენილი, მაშინ შედარებით ნაკლებ შეცდომებს უშვებთ ცხოვრებაში. იმიტომ რომ ემოციის აღძვრა ხდება მას მერე, რაც ხდება გაშინაარსება. იმიტომ რომ შინაარსები და სიტყვები და ფრაზები აპრიორში ჩვენ დაბადებიდან შემდგომ პერიოდში სოციალიზაციის პროცესში მაგრდება გარკვეულ ტიპის ემოციებს. და მე იმ ტექსტის გაგონება აღძრავს იმ ემოციას, რომელზედაც ასე ვთქვათ კავშირია გამშინაარს. თვითონ და წარმოვიდგინოთ აქ თოკის პრინციპია, როგორც თოკზეა, ესე იგი მოკაჩავთ ასე ვთქვათ ემოციას წამოვა შინაარსი და გაიგონებთ შინაარსს და წამოვა ემოცია. რაც შეეხება მართვას, ასე უნდა წარმოვიდგინოთ. არის სტიმული და არის რეაქცია. სტიმულზე რეაქცია ეს არის პირდაპირ ემოციური გავლენა, რაბმაც გვაქვს, მაგრამ შუაში არის თავი, ხო? ანუ ტვინი. აი ეს წარმოადგენს ამის გაძლიერებაა საჭირო, რომ სტიმულზე მარტივი რეაქცია არ გქონდეს და გავაანალიზოთ, როგორი რეაქცია ჯობია შედეგის მისაღებად. აი ეს არის ესეთი ძალიან მარტივი მონახაზი, ასე ვთქვათ, რაზე უნდა ვიმუშაოთ. დიახ, მადლობა. მე მაინტერესებს როდესაც საუბრობენ კომუნიკაციაზე, არის ესეთი ფრაზა, ყველაფრის თქმა არის შესაძლებელი, ყოველთვის გვაქვს ფორმის პრობლემა. აი, რა ფორმაა ისეთი, სადაც მე შეიძლება ვიყო გულწრფელი და თან არ დავაზიანო მეორე ადამიანი ჩემი გაზიარების პროცესში. არ გამოვა მას. არ გამოვა, იმიტომ რომ შედეგი ჩვენ კომუნიკაციის პროცესი ზოგადად არის პასუხისგებლიანი პროცესი, ეს არ ესმით ადამიანებს და ხანს-ხან ურევენ იმას სიტყვის თავისუფლებაში. ეს ანუ რას ნიშნავს, როცა ადამიანი მეორე ადამიანთან შედის ურთიერთობაში, ის უკვე რაღაცნაირად პასუხისგებელია იმ შედეგზე, რა შედეგიც დადგება. და ყველაზე ცუდად იქცევენ ადამიანი, უპასუხისგებლად იქცევიან. ანუ მე არ მაინტერესებს თქვენ რა მოგივათ, თავარია, მე ჩემი თქვა. ეს არც პრაგმატულია, არც სწორია და გაჩნია რა მიზანი მაქვს ურთიერთობაში რომ შევდივარ. ეხლით ერთ-ერთი მომენტი, როდესაც საუბრობდი, მე ვეცადე რომ სიცრუე დამენახებინა სხვა კუთხით ადამიანებისთვის და არა როგორც სიცრუე არის ადაპტაციის მექანიზმი. ადამიანი იტყუება იმიტომ რომ მოერგოს იმ სიტუაციას, სადაც ის არის და სხვადასხვანაირი ტიპის ტყუილებია, ხო? თუ სიცრუეს განმარტებას მივცემთ მაგალითად და განმარტება რა არის, ეს არის რეალობის შეცვლა. ასე არ არის? დიახ. ან არ თქმა, ხო? რეალობის შეცვლა. მაშინ ნახოთ რამდენი სიცრუე ადამიანში. მაკიაჟი სიცრუეა თუ არა? რეალობას ცვლის, ხო? სუნამო სიცრუე თუ არა? აი, ძალიან ბევრი სიცრუე სტანდარტულად, რომელსაც ჩვენ ვიყინეთ, ანუ რეალობას ცვლის. უბრალოდ იმას სხვა რაღაცას უწოდებთ, ამას სხვა რაღაც. მორალური მხარე თუ არის, ჩემთვის მორალური მხარე სიცრუეს აქ გააჩნია განზრახვას, რატომ მოიტყუეთ? დიახ. იმიტომ რომ ხანს-ხან ადამიანი რაღაცებს ტრაბახობს და იტყუება, რატო? უნდა რომ კარგად მოგაჩვენოს თავი, უნდა რომ სტატუსი, ну გავიგე, იმ ადამიანს უნდა ისევე როგორც მაკიაჟი რო გაიგეთ, ხო ადამიანი? ისევე როგორც უნდა მოგაიგე. მასაც კარგად უნდა რომ მოგაჩვენოს და იმაზე არ ბრაზდები და ამაზე რატო ბრაზდები, ხო? ასე რომ და კიდე ერთი საინტერესო მომენტი სიცრუე შემოქმედებითი პროცესია და სიმართლე არა. გამკლავების მექანიზმიც არის, ხო? ну, იცი რა, კარგად მოფიქრებული ტყუილს, კარგი შემოქმედებითობა უნდა და მართალს შემოქმედებითობა არ. კი ბატონო, შეგვიძლია ვიყოთ გულწრფელი, მაგრამ თქვენი გულწრფელობის გამო თუ ნახევარი ქვეყანა დაიღუპა და ოჯახი დაინგრა და რაღაც ჩამოინგრა და რაღაც ისა, მაშინ კითხვა დგას, ღირდა ის სიმართლე იმ შედეგად, რა შედეგიც ჩვენ მივიღეთ. შემდეგ ბავშვებს ფანტაზია აქვს და არა სიცრუე. ახლა რომ მიხვდეთ და უთხრათ, რომ კალსონი არ არსებობს, იქ სახურავზე არავინ ცხოვრობს და რის კომპლე რა.
მას ფანტაზიის განვითარებისთვის ჭირდება რაღაცები. მაგრამ ისიც რეალობის შეცვლაა, ხო? ბავშვმა შეიძლება მოგიყოს არარსებული ამბავი, ხო? ასე რომ, აი ცალსახად დამოკიდებულება ესეთი არ არის, იმიტომ რომ რეალურად ფუნქცია აქვს და გულწრფელობასაც და სიცრუესაც, უბრალოდ სიცრუეს უფრო მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე გულწრფელობას. გულწრფელობა არის რაც არის მაგის კონსტატაცია. დიახ. და ზოგჯერ ისიც არის, რომ მართლაც უცა და უარი შორის არჩევანის წინაშე ტყუილს ვირჩევ. იცით რა, თუ პრინციპულად დადგებით და თქვენ ტყუილს არ მიიღებთ, თქვენ წარმოგიდგენთ, რამდენი ვიღაც უნდა ამოვარდეს თქვენი ცხოვრებიდან? დიახ. ანუ ვინც იტყუება, იმათთან რომ თქვენ შეწყვიტოთ ურთიერთობები, ხო? ვინ დაგრჩებათ? შეიძლება ბოლოს საკუთარი თავი დაგრჩეთ და იმასაც გაიგოთ, რომ ისიც დატყუებთ რაღაცეებში, ხო? ეგეთი ვარიანტია. ასე რომ დიახ. და აი ეს რა პროცესია, როდესაც ადამიანს საკუთარი ტყუილის სჯერა. ეგ ძალიან ისეთი გასაგები პროცესია აგერ პროპაგანდისტებზე არის, რომ რასაც ხშირად იმეორებ, მე ის რეალობა ხდება. ხო და როდესაც იტყუები, იცით რა, ნებისმიერ აზროვნების პროცესის დროს ადამიანი რო საუბრობს, ან მე ხლა რო საუბრობ, თქვენ ვერ მიადევნებთ თვალყურს, მაგრამ ხატები ყალიბდება, ანუ ის ვიზუალურ ხატად გარდაიქმნება და იმას მოყვება ხოლმე ემოცია. ამიტომ მე რაღაცებს რო ვიტყუები დაუშვათ, ხო, ტყუილს ვამბობ, რეალობას ცვლი, მე იმას წარმოვიდგენ. შესაბამისად, რამდენჯერაც მეტჯერ გავიმეორებ, იმის წარმოდგენა ხდება როგორც ხატის ფიქსაციას და მე არის ადამიანები, ვისაც ერევა თვითონ. იმიტომ ჩემთან მოსულან ადამიანები იმთხოვნით, რომ გავარკვიო, რომ ისინი რასაც ყვებიან, მართლა იყო მათ ცხოვრებაში თუ არ იყო. თვითონ აერიათ ეგ საქმე, ხო? იმიტომ რომ გამეორება ამ ხატის, მე ის როგორც რეალურად ისე აღიქმება. აღქმა არის სუბიექტური. თქვენ როდესაც საუბრობთ, რომ ძალიან ცოტა დრო აქვს ადამიანს იმისთვის, რომ ნეგატიურზე კონცენტრირდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი დაბდებითი შთაბეჭდილება მიიღოს, იყოს ბედნიერი, მაინც ადამიანებს აქვთ რაღაც თავისი ღირებულებათა სისტემა, აღზრდის სტილი, ტემპერამენტი, კიდევ აქვთ სუბიექტური წარმოდგენები, გამოცდილებები და თუ კი დილას ადგა და პირობითად ქარიანი ამინდია და ეს არის ცუდი, მისთვის ცუდია. აი რა უნდა მოხდეს, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ მისი აი ეს ბედნიერების აღქმა, მისი წარმოდგენები, მისი ეს ავტომატური აზრები, რომელიც შემოდის და რაღაცნაირად განსჯას არ ექვემდებარება, ეს რაღაცნაირად შეცვალოს. ექვემდებარება განსჯას. მე გითხარით, რომ არის სტიმული და რეაქცია და შუაში თავი იმისთვის გვაქვს, რომ აი ეს სტიმული არ იქნას პირდაპირ აღქმული. და იქნას იქიდან გამომდინარე რა შედეგის მიღება მინდა. აქ იმის ბედნიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განცდა არის, როცა შენ თავისუფალი ხარ. ხო, მაგრამ ეს უნდა გაიგო, როგორ ხარ თავისუფალი. თუ შენ იწყებ ვიღაცის სცენარებით ცხოვრებას, მაშინ შენ თავისუფალი არ ხარ და ყოველთვის ელოდები მერე რა უწერია იმ ვიღაცას, რა მოხდება შენთან. თუ შენ განცდაში გაქვს, რომ შენ თვითონ წერს შენი ცხოვრების სცენარს, მაშინ თავისუფლების განცდა გაქვს და თუ სცენარი არ გამოვიდა, ცუდი გამოვიდა შენი ცხოვრების, უბრალოდ ამას გადააკეთებ და ახალ სცენარს დაწეს. ნახე, მუდმივი მზაობა განახლებისკენ, თუ რაღაც ისე არ გამოდის. ასე რომ, რაზე გააკეთებ ყურადღებას, აქცენტს, როგორ აწყობ შინაარს. მოკლედ ადამიანის გონება განწყობილება მთლიანად შინაგანი პოზიცია, ემოციური დამოკიდებულია არა გარეთ რა ხდება, არამედ თვითონ როგორ კომუნიკაციას აწყობს თავის თავში და გარემოსთან მიმართებაში. რას ხედავს? ხო? ახლა ჩვენ რო ესე უტრირებული მაგალითი რომ აი ეს ამდენი ხალხი რო დადის და ამდენ ჟანგბადს რო ხმარობს და ნახში რო ჟანგს გამოიმუშავებს. ესენი ყველა მტრები არიან. ასეთი ტიპის შინაარსით თუ დავიწყეთ ცხოვრება, ადამიანს ვერ ავიდა. ძალიან უტრირებული მაგალითი მოვუყანე, ხო, ესეთი. ასე რომ როგორც ხედავ, ისე ცხოვრობ. და ეხლა რა არის? ეს ხედვები მე შემიძლია შევცვალო იმის მიხედვით, რანაირ ცხოვრება მინდა ჩემთან მქონდეს. თუ ვიღაცას უნდა საშინელებები, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა დაინახოს და ყველაფერში. ხო? იცით, მაგალითად, შეიძლება ყველა ადამიანი ეგოისტია.
ყველა მათ შორის ალტრუისტის და ხვდებით ალბათ რომ ამაზე რომ წავიყვანოთ ლაპარაკი დამტკიცება ამის შეიძლება და რაში მჭირდება ეს რომ დავამტკიცო რა ბედნიერებას მანიჭებს რომ დავამტკიცო რომ ყველა ადამიანი ეგოისტი არაფერს არ აქვს აზრი მაინც ყველა მოკვდება კი ბატონო ვიცი რომ ყველა მოკვდება და რაში მჭირდება აი ახლა ეს ერთი ეს მეორე კიდე მესამე და ჩემი ცხოვრება გავხსნათ რომ მძიმე ამიტომ თქვი რომ ისედაც პატარაა მეთქი და არ გვაქვს ჩვენ დრო ცოცხასეთზე ყოფნის თორე რა უნდა ცოცხასეთზე დადგომოს ძნელია ძალიან ადვილია აი ეს არის როდესაც შეიწყებ მართვას შიდა პროცესების შიდა ემოციური დამოკიდებულების ანუ რაც ვახსენეთ ემოციური ინტელექტზე რო ვლაპარაკობთ ეს არის შიდა ემოციების მართვა იმიტომ რომ ამ ემოციებს განსაზღვრავს შინაარსები და ის შინაარსები რა სახის არის შესაბამისი ემოციები აქვს ადამიანს კი ბატონო თქვენ საუბრობთ ხშირად ასევე ველზე რომელშიც ვართ გულწრფელად რომ გითხრათ ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც ძალიან უყვირთ მე მისაღებ სივრცეში არ მაქვს ტელევიზორი და 24 საათის განმავლობაში არ ვიღებ ინფორმაციას იმიტომ რომ ესე ვპოზიციონირებ რომ ის რაც მნიშვნელოვანია ნეგატიურიც და პოზიტიურიც რაღაცა ფორმით მაინც მოვა ჩემამდე სოციალური ქსელი იქნება ეს მეგობარის მესიჯი იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა ხელა გავლენა აი ველის სადაც არის ადამიანი მოდი მარტივად ავხსნათ ეგეც რომ ჩემი მოსაზრება არ იყოს მე თქვი და მე მგონი ამაზე წინააღმდეგობა არ შემხვედრია თქვენგან რომ ემოციები განსაზღვრავს ხო ადამიანის მდგომარეობას ახლა დააკვირდით ემოციას ყველა ემოციას აქვს თავისი ბიოქიმიური უზრუნველყოფა ხო ბიოქიმიური უზრუნველყოფა მაგალითად სტრესი აქვს კორტიზოლი ქშიშ და თქვა ძალა ადრენალინი ბედნიერება ენდორფინი დოფამინი და ასე შემდეგ როდესაც მე ნეგატივს ვუცმენ და ემოცია აღიძვრება ეს ბიოქიმიური ცვლილება ჩემ ორგანიზმში უკვე მომხდარია მე რადგანაც პირდაპირ შეხებაში არა ვარ შინაარსი მავიწყდება და მავიწყდა დილას რაღაც საშინელება გავიგე ემოცია მქონდა მავიწყდება მაგრამ დააკვირდით თქვენ ორგანიზმში ცვლილება ხო უკვე მომხდარია და მე თვითონ დავდივარ რისი მეშინია არ ვიცი რატო არ გაღიზიანებულია არ ვიცი და ასე შემდეგ იმიტომ რომ იმან კვალი უკვე დატოვა უბრალოდ ეს ჟურნალისტებს უყვართ ნეგატივზე აწყობა ყველაფრის იმიტომ რომ ნეგატივის მიმართ ადამიანი უფრო ყურადღებიანია იქიდან გამომდინარე რომ უსაფრთხოება აინტერესებს ხო აი ვიღაცა ჩავარდა ლიფტის შახტაში და მე მიიქცე ყურადღება რომ მე არ ჩავვარდე და ვიღაცა კარგად არის ან მიიქცევს ან არა ამიტომ ამათ აი ამ ბაზარზე ორიენტირებაზე რაღაც საშინელებები უნდა წერონ თლიანად საინფორმაციო ველი გაიტანეს აი აგრესიული და ნეგატიური ინფორმაციაზე აწყეს დიახ ზოგადად ჩვენი კულტურის აღზრდისაც მათ შორის ესეთი განმსაზღვრელია და ძალიან ხშირად კომუნიკაციაში გვესმის სიტყვა არა უნდა მოგიწევს ვალდებული ხარ ბავშვებთან მიმართებაშიც ხო აი ეს არ გააკეთო ეს ესე უნდა გააკეთო მოგიწევს ამის გაკეთება თქვენი დაკვირვებით აი ამდენი აკრძალვა საიდან მოდის მოთხოვნილებიდან ეს ჩემი დაკვირვება არ არის არის ხალხი ვინც გიждდება ფსიქოანალიზზე მე ფროიდს გულისხმობ მაგრამ უდაოდ არის ბრწყინვალე ასე ვთქვათ კარგად დაჭერილი მომენტები ფროიდმა თქვა რომ აკრძალვა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყოფილა მოთხოვნილება ამიტომ რომ არავის არ აქვს აკრძალული თქვა და კედელს თავი ურტყა და ასე შემდეგ აკრძალვები მოდის მოთხოვნილების შეჩერებიდან ეს ცუდი არ არის იმიტომ რომ ვალდებულებების გრძნობის განვითარება მთლად ცუდი არ არის მაგრამ აღურეთ ცუდზე და კარგზე ვერ ვიყეთ უბრალოდ ყველაზე კარგია გაცნობიერებული იყოს რატო არის ეს ცუდი ან კარგი ანუ ნახეთ რა ხდება სოციალიზაციის ეტაპზე ადამიანი გარეღირებულებებს ეცნობა ეს გარეღირებულებები შედგება კოლბერგიც მაგას ლაპარაკობს რომ პირველი სტადია ბავშვთან ურთიერთობის მაგალითად არის არ შეიძლება ანუ წახალისებულია გარედან ან ისა შემდგომი მეორე სტადია განვითარების არის ნახეთ მე თუ კარგად მოვიქცევი
კარგად მომექცევიან. ანუ შენ თუ კარგად მომექცევი, მეც კარგად გიქცევი, ცუდად თუ მეკცევი, ცუდად. და აი მესამე ყველაზე მაღალი სტადიაზე საუბრობს, როდესაც რაც არ უნდა ცუდად მომექცნე, ნუ მაინც კარგად მოვიქცევ. ამ პერიოდში რა ხდება? ჯერ არის გარედან წახალისებული რაღაც ქცევა, როგორც სასურველი და არასასურველი. მერე ეს ხდება გაშინაგნება ამ ღირებულებების და მერე უკვე გარედან კი აღარ მჭირდება ინსტრუქცია და წარწერები. ჩემი ქცევის განსაზღვრელი ხდება ჩემი ნორმები. ამიტომ საზოგადოებაში ურთიერთობები რო შეძლო, რაღაცები უნდა იცოდე რა არის ცუდი და რა არის კარგი. იმიტომ რომ თავისუფლებაზე როცა საუბრობენ ხოლმე და თავისუფლება ეს არის თქვათ ინსტინქტებზე მიყოლა, ეს თავისუფლება არ არის. უბრალოდ ეს არ არის ადამიანის ეს არ არის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმა. ხო? ჯერტი სოციალურები მგლებიც არიან და ძაღლებიც არიან, მათაც აქვს სოციალიზაცია არა თუ ადამიანებს. ამიტომ ეს ჩვეულებრივი მომენტია აღზრდის პროცესში, ვიღაცამ თქვას რომ ეს ცუდია, ეს კარგია და ასე შემდეგ. უბრალოდ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ შემდგომ განვითარებაზე, არის რომ რაც უფრო თქვა იგივე ბავშვი იზრდება, მის ქცევებზე პასუხისგებლობა ავაღებინოთ თვითონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. იმიტომ მან უნდა იცოდეს, რომ თავის ქცევას პასუხისმგებელი თვითონ იქნება და რაც ნელ-ნელა შეუწყობთ ამ პროცესს ხელს, მით უკეთესი. მაგრამ არის კიდევ ცოტა ბევრი. აი ახლა უფრო ცოცხალი მაგალითი. ცოტა თუ ბევრი. თქვენ თქვით ცოტა უფრო იმაზე უფრო მეტი ვიდრე ვთქვათ შეიძლება ბავშვმა ატაროს. ახლა აი ძალიან ცოცხალ მაგალითად ჩემ ბავშვობიდან მახსენდება ესეთი მოგონება, როდესაც ვიცოდი რომ ზურგის შექცევა არის სირცხვილი და ბოდიში უნდა მოიხადო ზურგს თუ შეაქცევ. მე და დეიდა ერთ სივრცეში ვართ, ვაპირებთ დაძინებას და მე ძალიან მინდა რომ გადავბრუნდე. და დავწო გვერდით და ვიცი რომ ეს არის სირცხვილი და ვიცი რომ უნდა ვთქვა ბოდიში რომ ზურგს გაქცევ. ძალიან დიდხანს ვითპინე სანამ გადავბრუნდებოდი, აი მართლა შევწუხდი და მე უკვე გადავბრუნდი და ვთქვი ბოდიში რომ ზურგს გაქცევ და აი ეს მახსენდება. ეხლა მეღიმება ამაზე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამ პასუხისმგებლობას არ ჩამოვკიდებ ჩემ შვილს. თუ ჩვენ სიტყვა ზედმეტს დავსვავთ, ნებისმიერ კარგ რაღაცასაც ვაფუჭებთ, ხო? აი, ვიცით ხოლმე, ზედმეტი სიყვარული არ ვარგა. თვითონ სიტყვა ზედმეტი ნიშნავს, რომ იმაზე მეტია, ვიდრე ჭირდებოდა ამ ურთიერთობას, ხო? ზედმეტი მარილიც არ ვარგა, ზედმეტი, ასე ვთქვათ, არაფერი არ ვარგა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მართალი ხართ, ხო? რას ეხება ეს? რომელ ღირებულებებს ეხება? მაგალითად, ბავშვებში ხშირად არის აგრესიული გამოხატვა და ძაღლ ბავშვებისთვის არ არის მაინც და მაინც უცხო ცხოველების წვალება. დიახ. ну, ახლა რო გამოკითხო, რა ვიცი, ნახევარი თბილისი ბავშვობაში რას აკეთებდა, ვინ ბაყაყს ბერავდა, ვინ კატას აღჭობდა, ვინ რაღაც ეს მომენტი. მან არ უნდა იცოდეს, რომ ეს ცუდია. ვიღაცამ ეს ხომ უნდა გააკეთოს, რომ ემპათია ისე. შესაძლოა ნახე, ამაში ჭირდება. აქ ჭირდება. ამიტომ აი რა და როგორ ეს არის რას თulit ჩვენ ცენტრალურ ღირებულებებად და ანუ ძირითადი წამყვანი რა არის და რას თulit ასე ვთქვათ ზედმეტ, ну, თქვენ რაც მოყევით. ეგ ზედმეტია რა თქმა უნდა. კი ბატონო. თქვენ ერთ-ერთ ლექციაზე საუბრობთ, რომ ესეთი აქცენტი გააკეთეთ, ნუ ეკაჩებით ბავშვებს უნდასკენ, დატოვეთ მინდასთან. ხო. მე თლად მე რას გულისხმობდი გეტყვით. მე გულისხმობდი რომ მშობლებს უხარიათ ძალიან ბავშვები რომ მალე იზრდებიან და ერთი პერიოდი კომისიაში ვიყავი, სადაც 5 წლის ბავშვს რომ იცე უფლება სკოლაში შევიდეს პირველ კლასში. და იქ მე ბევრი ნიუანსს უყურებდი, მაგალითად მე უყურებდი იმ ნიუანსებს, რომ ბიჭი თუ ტანდაბალია და სუსტია და თან კიდე პატარაა, სოციალური სტატუსი მისთვის კლასში ძნელი დასამკვიდრებელი იქნება, შეიძლება კარგად სწავლობს და რაღაცა, მაგრამ სხვა პრობლემები შეიქმნება, ხო? მე ძალიან უყვართ დიდებს ბავშვები, ეს ბავშვი რაღაც 7 წლისაა და ლაპარაკობს რაღაც ეკონომიკაზე, მონეტარულ პოლიტიკაზე და რაღაცის. ანუ ის პერიოდი, რომელ პერიოდში და ადამიანი ყველაზე მეტად კონცენტრირებულია მინდებზე, ეს არის მხოლოდ ბავშვების ხანა.
თუ გახსოვთ ახლა ბავშვობაში დაგდებდნენ, გეუბნებოდნენ ჭამე, დაიძინე, დაისვენე. ახლა რო ვინმე დაგდებდეთ ჭამე, დაისვენე, დაიძინე, უარსეთ, ხო, თქვენ ეს წმინდათ, ხო? ამიტომ ვამბობ, რომ დროზე ადრე დიდად გახტომას, უწყობთ ხელს და დავაკარგინებთ იმ პერიოდს, იმიტომ რომ ეს პერიოდი აღარ განმეორდება. ამას გულისხმობ. ამიტომ დატოვე რა იმ ასაკში რა ასაკშიც არის და თხოვ პირველკლასელის ბავშვს, როგორც მე ხედავდი კომისიაზე რაღაც მე-9 კლასის ალგებრის ცოდნას, რაღაცის იმის ცოდნას, მით უმეტეს რომ იცით რომ ყოველ შემთხვევაში ისტორიას რო გავხედოთ, ყველა ცნობილი და მაგარი მეცნიერი არავინ არ სწავლობდა ამოხერეს სკოლაში 10-ებზე და 5-ებზე და არ იყო ფრიადოსანი, ხო, მით გასაკანო. ამას გულისხმობდი. არც როგორ იქნა მე ეს ამას გულისხმობდი, რომ აცადეთ ყველაზე კაი პერიოდშია და ვსდით ხელოვნურად აკეთებ. იგივეა პამიდორს რო და იმ ქათამს რო სამჯერად ებინებენ კვერცხებს, ამ რაღაცებს რო უკეთება, ხო, რეალურად. მიყვეს ბუნებრივი პროცესი განვითარება. კომუნიკაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მოსმენა. როგორ იგრძნოს ბავშვმა, რომ მას გულისხმობით ვუსმენთ? იცი რა, ბავშვმა როგორ იგრძნოს კი არა. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რომ იგრძნოს. მეტი დრო ის გატარება საჭირო, მიხდით, ბევრ თემაზე საუბარია საჭირო. მე ერთი პერიოდი მეგონა რომ მაგალითად მშობლებიდან ესე ფიქრობდი ჰიპოთეტურად, რომ მაგალითად ბიჭისთვის, პატარა ბიჭისთვის, ბავშვისთვის მნიშვნელოვანი უფრო მამა იყო და გოგოსთვის დედა, ქცევითი მოდელებისთვის და მე თვითონ აი ურთიერთობაზე ამ ბავშვებთან აღმოაჩინე, რომ მაგალითად გოგოსთვის მამა გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდრე ბიჭისთვის, მისი ზრდისთვის. რატო ვახსენებ ახლა მამას და გამოვყოფ დედისგან, იმიტომ რომ დედის დეფიციტიანი ოჯახები ცოტაა. შედარებით ვიდრე მამის დეფიციტი და თუ დედის დეფიციტი აქვს ვიღაცას, ანუ განიცდის კომუნიკაციის, იმიტომ რომ გეტყვით ვისთან ესა. აი ემიგრაციაში როა წასული დედა, არ უნახია 15 წელი, მე გეტყვით ჩემ დაკვირვებებს ამ ბავშვებთან ურთიერთობის, რომ არაფრად არ ღირს ის წასვლა და არაფერ თანხად, იმიტომ რომ ეს ბავშვები ძალიან განიცდიან, რაც არ უნდა ძალიან კარგ ბებია ბაბუასთან დატოვო და კიდე 7 ძიძასთან ძალიან განიცდიან. სხვა შემთხვევაში იშვიათია რა, რომ დედასთან ურთიერთობის დეფიციტი ქონდა. აი მამასთან ურთიერთობის დეფიციტი არის ხო. და იმიტომ კი არა რომ ფიზიკურად არ არის მამა. სახშია რა, მაგრამ ძალიან მწირია ურთიერთობები შვილთან. ბიოლოგიური საჭიროება. ხო, როგორ ახარ რა ხდება სკოლაში რაღაც ისა, ესა. არ დაჭირდება, როგორ თქვა, მოდაში ხო 360 გრადუსი, ყველა ტიპის ურთიერთობა. ამასთან მეგობრობაც სჭირდება, სერიოზული ლაპარაკიც სჭირდება, გართობაც სჭირდება, ესეთი რაღაცა და ეს ურთიერთობის დეფიციტი არ უნდა შექმნა. მაშინ ბავშვი ხდება, რომ შენ მასთან ხარ. და არა აუცილებელი სიტყვა, აუცილებელი კი არა, არ ვამბობ რომ ყოველ დღე ესე გქონდეს, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ ეს მოთხოვნება ბავშვებს აქვს და კვირაში ერთი დღე თუ თვეში ერთი დღე მაინც უნდა გამონახო, რომ მთლიანად მასთან იყო. ჩვენ და როგორ ხდება მასთან, ხო, განსაკუთრებით მამების მხრიდან ავიღე ეს პატარა შვილი, მოვედი თქვენთან სტუმრად და რატომ მოვედი თქვენთან, თქვენც პატარა შვილი ყავთ იმაზე, ესენი ერთად თამაშობენ ჩვენ ურთიერთობა, ჩვენ საუბრობთ, ეს არ არის. მან დაიგრძნოს, რომ მთელი დღე თუ მთელი დრო იყავი ბავშვთან. მაშინ ის ხედავს, რომ უსმენ კიდეც და მასთან ერთად ხარ. ბატონო, თქვენ აღნიშნეთ ესე მამის როლი და დედის როლი. ანუ აქ არ არის ეს პიროვნული მახასიათებლები, იმიტომ რომ ეს სქესთან ბმაშია, მაინდა-მაინც რომ მამის როლის გავლენა შვილი გოგოს თან ურთიერთობის პროცესში თუ პიროვნული მახასიათებელია, მე უფრო ვახერხებ თქვა ემოციებზე საუბარს, ვიყო მასთან გულწრფელი ჩართული მის ცხოვრებაში. აი ეს ნაწილი აბსოლუტურად დაკარგულია თუ ემიგრაციაში ამ მშობელი არ შეიძლება რომ თქვა ონლაინ ახერხებდეს. არა. უყურე, რაც არ უნდა სიტყვაზე თქვა მშობელი აქ არის და არაფერი შეიცვალოს და იქ არის. ბავშვს განცდა რომ ის რომ აქ იყოს მისი ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნებოდა. მიუხედავად რომ არ იცის, მაგრამ აი ეს დანაკლისის განცდა, იმიტომ რომ ველაპარაკებია, ეს თვითონ ბავშვებისგან წამოსული ის არის.
ხო და არ ცვლის ის რა თანხები და რაღაც ამ ურთიერთობები უბრალოდ არ ცვლის კი არა არ ღირს არ ღირს ეს თვითონ თუ ამ ბავშვებს დავალაპარაკებით განცდის დონეზე რა ეს არ არის ჩემი თეორიული მოსაზრება ეს არის რაც მიჩვენა პრაქტიკა და პირველ თვისებებზე რა თქმა უნდა დამოკიდებულია მე მამის როლი იმიტომ უფრო აღნიშნე რომ აპრიორში არის ხოლმე რომ დედაშვილი ანუ დედამ უნდა მიხედოს კი არა, დედა უფრო ახლოს არის. გასაგებია ხო, მაგრამ აი მამის როლი მხოლოდ ამიტომ გამოვყავ. რომ არ არის ესე, რომ აქეთა მხარე უყურადღებოდ იყოს და თქვათ მიანდოს ერთხელ ჩამოკიდებული. პუბერტატის ასაკის მოზარდებს მინდა შევეხო და ძალიან ხშირად შეიძლება თქვენთანაც მშობლები აზიარებენ ესეთ ამბავს რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა გულწრფელად მიზიარებდა თავის საჭიროებებს, თავის გამოცდილებებს და ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა, ჩაიკეტა, აღარ არის ჩემთან კონტაქტში, არ ვიცი რა დაემართა. ნუ, ეგ ასაკი იცით 12-დან 15 წლამდეც ძირითადად აი ნახეთ რა ხდება თუ პატრიობის ასაკში ბავშვისთვის მნიშვნელოვანი იგივე კოლბერგი რო გამოვიყენოთ, ხო? გარედან მოსულ შეფასებებს მასწავლებელს მოვეწონე რაღაც მამა ჩემს, დედა ჩემს და რაღაც, მაგ ასაკში იწყება მესხატის ფორმირება. ანუ ის ხდება ჯერთი იწყება ჰორმონალური პროცესები, მეორე როდესაც სქესონიშნების განვითარება კიდე ცალკე პრობლემაა ხოლმე. და მეს განვითარება და ნახე მისთვის უკვე ბავშვებისთვის აღარ არის საკმარისი დედა და მამა რას ეუბნება და კიდე მასწავლებელი. მას ნამდვილად დაინტერესებს თავისი ადგილი სოციუმში. ნუ იმ შემთხვევაში რა სოციუმი გვაქვს კლასი და კლასში. მას ჭირდება თავისი თანატოლების აღიარება, რომ ის პიროვნება და დედმამას აღიქვავს არაობიექტურ პირად, ნუ ახლა დედა ხარ და რა სიტყვი და ანუ შენ რო ეუბნები საყვარელი ხარ ისა, ეგ არ ჭირდება. და იწყებს გაპროტესტებას, რომ ისიც, აი ზუსტად გამოსვლა უნდა აკრძალვებიდან, ისიც პიროვნება. და აი ეს მომენტია. ეს მომენტია, როცა აღარ გიჯერებს, როცა შეიძლება ჯინაზე გააკეთოს, იმიტომ რომ ინქცევის განხორციელება, რომ შენ დაგიმტკიცოს, რომ თვითონ პიროვნება. საქმე იმაშია, რომ მე რო თქვი, რომ დამოუკიდებელ ქცევზე პასუხისგებლობების აღება ეს არა ქვია. ვასწავლოთ მეთქი. ეს ჩემი რჩევით საჭირო დავიწყოთ უფრო ადრე ვიდრე ეს ასაკი მოვა. ნუ ნახე 10 წლისას და 9 წლისას ნელ-ნელა შევაჩვიოთ რომ მის ქცევაზე გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს. ანუ ნელ-ნელა გადადიხარ მშობლის აი უნდა არ უნდა ცუდია კარგია და გადადიხარ საკონსულტაციო რეჟიმში. საკონსულტაციო რეჟიმი არის დაახლოებით ეგეთი რომ იცი რა ესე მოიქცევი ამ შედეგს მიიღებ, ესე მოიქცევი ამ შედეგს მიიღებ. შენ როგორც გინდა ესე მოიქცე. ანუ მე შენ ქცევაზე პასუხისგებლობას ნელ-ნელა მოვიხსნი. და აი ესე თუ მიყვება 13, 14, 15 წლის ასაკში მას გასაპროტესტებელი არ აქვს, იმიტომ რომ თქვენ უფრო ადრე მოდი ესე ვთქვათ, გაზარდეთ და პირდაპირ შეგიძლია უთხრა, რომ 18-ის რო იქნება საერთოდ ყველა ქცევაზე გადაწყვეტილება შენ მიიღებ. მე თუ მკითხავ, გეტყვი, როგორ ვფიქრობ, რა ჯობია, იმიტომ რომ შენზე მეტი გამოცდილება. დიახ. როდესაც ბავშვის განვითარებაზე ვსაუბრობთ, რაღაცნაირად მივყვებით ბავშვის ხაზს და ვამბობ თითოეულ ასაკში რა კრიზისი აქვს, როგორი ტიპის გამოცდილებები აქვს და ასე შემდეგ. და ამის პარალელურად რომ მშობლებიც იზრდებიან და მათ თავისი კრიზისები აქვთ, როგორც ასაკობრივი, ისე გამოცდილებების ნაწილში, რაღაცნაირად თითქოს გვერდით არის გაწეული და მშობლებიც მოდიან ყოველთვის აი ბავშვის თვალით რა შეიძლება მას გაუკეთონ, როგორ შეიძლება დაეხმაროს ფსიქოლოგი. არის თემები, რომელიც მშობლებისთვის არის ძალიან სენსიტიური, მათ შორის თქვათ განქორწინება, ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, ან ახალი ქორწინება, ხო? აი ესეთი რთული თემები, ისეთი რომელზეც ბავშვებს აქვთ, რა თქმა უნდა, მძაფრი რეაქციები, როგორ შეიძლება მიეწოდონ ისე, რომ ნაკლებად დაზიანდნენ ბავშვები? ნუ ახლა ეგ ხდება ნაკლებად დაზიანდებიან ბავშვები, რაც უფრო ჩვენ მივაღწევთ იმ ბავშვთან, ნახეთ, რასაც ვამბობდი, რომ მათ ვასწავლოთ, როგორც დამოუკიდებელი აზროვნება და როგორც დამოუკიდებელი პიროვნებები ჩამოყალიბდნენ, ნაკლებად. რა თქმა უნდა, ბავშვები განიცდიან ამას.
მაგრამ მეორე მხარეა, იცი თუ ურთიერთობა არ გვარდება ორ ადამიანს შორის, ეგეც ცუდია, იმიტომ რომ ეს ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც ვერ ხედავს სითბოს, სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას და ასე შემდეგ. ასე რომ ოჯახის შენარჩუნების გამო ბავშვები ვამყოფოთ, ანუ ტექნიკურად ვიყოთ ერთად და რეალურად არაფერი გრძნობები არ იყოს, ეს მეორე ცუდი ამბავი. და არც ისეთი ამბავი, ეგეთი პრაქტიკაც ვიცი, სადაც ბავშვები ნორმალურად რეაგირებენ ამაზე. ნორმალურად, არაერთი შემთხვევა ვიცი, სხვათა შორის გასაგებია, რომ ერთად კარგი იქნებოდა, მაგრამ გაგება შეიძლება ამ შემთხვევაში გაჩნია რამხელა ბავშვი, ვინ ბავშვთან, ასე ვთქვათ, საუბარი. უბრალოდ რა ხდება ხოლმე ბავშვებზე მოქმედებენ მშობლები თვითონ. ან მშობლები არა ხშირად, მშობლების მშობლები. და სადაც დაიჭერებენ ამ ბავშვს, საუბრებიან, რომ ის იყო ცუდი, ან გადაარჩინე, ან თქვა ის თუ გაშორდა, რომ თქვა მამა იყო ცუდი, ან დედა იყო ცუდი, ან რაღაცა და ამით ძალიან ტვირთავენ და ბავშვი მიმღებია. აი ძალიან ბევრი ფაქტია, კვალია, სხვების ჩარევისა ბავშვის არასწორ შეფასებებში და აღქმაში მე რა მოხდა რა და გითხარით უფრო მშობლების მშობლები ხოლმე და ნათესავები ვიდრე თვითონ მშობლები. ვფიქრობ რომ თუ ორივე მშობელი ჯანსაღად უდგება ამ საკითხს, მაინც ალბათ იმ სხვა ადამიანებს იმხელა გავლენა არ აქვს. უფრო მეტად მტკივნეულია თუ ერთ-ერთი მშობელი манипуლირებს და ეუბნება რომ რა თქმა უნდა იქ თავისთავად ესეა, მაგრამ მე ვამბობ რომ პრაქტიკა აჩვენებს ხოლმე რომ უფრო მათი გავლენა, ხო. კი ბატონო. ბატონო ზურა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნდობა იყოს, რომ ხარდაჭერა იყოს, რომ პატივისცემა იყოს ყველა ასაკში, ყველა გამოცდილებასთან მიმართებაში, მაგრამ რა ხდება მაშინ და რა უნდა გააკეთოს მშობელმა, როცა ერთხელ უკვე დაიკარგა ნდობა ბავშვსა და მშობელს შორის კომუნიკაციის დროს. როგორ შეიძლება რომ აღდგეს ეს ნდობა? ხლა ესეთი რეცეპტი როგორ აღდგეს ძალიან ძნელია უნივერსალური იყოს. ეს არის რომ ურთიერთობა უნდა აღდგეს. და ურთიერთობა რომ ნდობა რა შემთხვევაში იკარგება, ხო, იმედგაცრუების შემთხვევაში. ესე იგი რაღაცაში გენდე და ისე არ მოხდა როგორც მე ვფიქრობდი, სხვა ვარიანტი ეს ნდობა არა. მეორე, შეიძლება ჩაიკეტოს ადამიანი, ანუ ნახე არ გეუბნებით რაღაცას, იმიტომ რომ სასჯელის მეშინია, ან თქვენი გაბრაზების და გაღიზიანების მეშინია. აი ეს ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდზე ხარ, არა იმით, რომ დასჯი და რაღაცას ეთქვი, არამედ პრობლემურ სიტუაციაში მოგმართავს. მაგის შემთხვევებით ძალიან ბევრი ვიცი, ისე ბავშვებისგან კი არა, შვილებისგან, ხო, მოდი ესე დავთქვა, როცა მეუბნევა, რომ მე მიყვება რაღაცას და მეუბნევა, რომ მამა ჩემს ეს რო უთხრა მომკლავს. ან დედაჩემმა რო გაიგოს, თავს მოიკლავს. ხა მე არ ვიცი მოკლავს თუ მოიკლავს, მაგრამ ამბავში ხო ეს განცდაა, ხო? და ეგ ცუდია რომ ამბავში ესეთი განცდა, იმიტომ რომ ის იხურება სხვათა შორის მაგ დროს მშობელი კონტროლს უფრო კარგავს, იმიტომ რომ ბავშვმა თუ დაახურა თემები, ანუ არ ენდობა მას, მერე ვის კითხავს, რას კითხავს, საიდან გააკეთებს, ანუ ერთ შეიძლება მეორე დაუმატოს, მესამე უარესი გააკეთოს და კიდე მეოთხე უარესი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვი გრძნობდეს მხარდაჭერას მშობლისაგან. და არის კიდევ პირიქით, აი, როდესაც მშობლები ამბობენ, რომ მე არ მინდა რომ ჩემი შვილის აი ეს კომუნიკაცია, ეს ნდობა დავკარგო, მაგრამ არის უამრავი თემა, რომელშიც მე მას არ ვეთანხმები. აი და როგორ მოვიქცე? აი რადიკალურად არ ვეთანხმები ამას. იქიდან რატო არ უყურებთ ის ბავშვი, მას შეიძლება ზუსტად ისევე აწყოს წინადადება. მე არ მინდა ჩემთან თუ მამა ჩემთან დაკარგვა, მაგრამ არის თემები, რომ არ ვეთანხმები. დასწრნა და დაელაპარაკო. ანუ ნახე საუბარი რა არის, უბრალოდ ახლა თანამედროვე საზოგადოებაში ამ ხელსაზრუნების და კრიტიკული აზროვნების სერიოზული დეფიციტი აქვს. და სხვათა შორის აი ეს მოკლე შეტყობინებები და სოციალური ქსელები და რაღაცები საერთოდ აგვარებს ანალიტიკურ პროცესს, იმიტომ რომ ნახე პირდაპირ პასუხი გაქვს რა. მხატვრულ ლიტერატურას ახლა ახალგაზრდები ძნელად კითხულობენ ის თავი, დასაწყისს კითხულობენ და ბოლოს. პასუხის მალე მიღება უნდათ.
ხო და ეგ უკვე ნიშანია იმის, რომ აზროვნების პროცესი უკვე ezარებათ, ხო, twin ეგრე გაზარმაცებული. ხო, თუ მაგ შემთხვევას გადავწევთ გვერდზე, ხო, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს საუბრით, ხო? იქნებ შვილს აქვს ისეთი არგუმენტები, რომ დედამ თუ მამამ დაიხიოს უკან, მყარი არგუმენტები. მე მაგალითად ვფიქრობ, ვამბობ, რომ ნებისმიერ რას შევიცვლი, თუ დამელაგებ ლოგიკას და მაჩვენებ არგუმენტს და ვეტყვი, რომ მე შლებოდა, ვწდებოდი. მაგრამ ეს ნახე შეგვიძლია შევაჩვიოთ თამაშების სახით ბავშვობაშიც. სანამ კრიტიკული სიტუაცია, ნახე ლოგიკურ აზროვნებას შევაჩვიოთ. იმიტომ თამაში ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია სწავლების რა. აი დიდებშიც კი თამაშით უკეთესად. ადამ აი უნდა მოიცალო ბავშვისთვის და ასეთი რაღაცები გააკეთო. შეფასებითი მომენტები, ნახე რაღაცა მოხდა. მე სამხარისთან მოდი ველაპარაკოთ ბავშვი როგორ გადაწყვეტდა ამ პრობლემას. როცა თვითონ არ ეხება, ხო? და აი ამ თემაში, როდესაც თამაშის სახით ვაძლევთ ამას და რაღაცას აკეთებს, რაღაც ის ხო მისი რესურსი ხდება დამატებითი ინტელექტუალური. ღირებულებათა სისტემაში მაინც გვაქვს ესეთი აცდენა და ეხლა გამახსენდა ერთ-ერთი ანიმაციის ყურების დროს პრინცმა აკოცა პრინცესას და ჩემი შვილი აირეკლა და მეუბნება ამ ბიჭს ეს გოგო მოსწონს და მე ვეუბნები რომ არა უყვარს. ანუ მესიჯი გადავეცი რომ მკოცნიან მაშინ როდესაც უყვართ და არა რომ მოსწონთ. და არის მაინც საკითხები რომელიც შეიძლება შემეჯახოს ჩემს ღირებულებათა სისტემას. დავთმო ესე პოზიციონირები მშობლები, დავთმო ეს ჩემი ღირებულება და პირდაპირ შევისრუტო მისი ღირებულება? არა, მაგაზე არა, უყურე, ეგ თვითონ ვერ მოხდება. ადამიანს მეორე ადამიანის თავის სივრცეში მიღების, ის აქ, უყურეთ, არის პროქსემიკა ფსიქოლოგიაში, დისტანციებს ზომავს. არის სოციალური ველი და სოციალური ველი არის ორი უცნობი კი არა, ნაკლებ ნაცნობი ან უცნობი ადამიანისთვის არის მეგობრული ველი. ძალიან მარტივი ის არის შესაძლებელი სოციალურ ველს ეძახიან, როდესაც მე ხელით ვერ გწდებით. მეგობრულ ველზე მე შემიძლია ხელით შეგეხოთ და მესამე ველი არის ინტიმური, როდესაც შემიძლია ხელი შემოქვიო, ხო? ეს სამი. თუ დააგვერდებით, twins თვითონაა განსაზღვრული ვიღაცეები თქვენ გაღიზიანებთ რომ შემოდიან თუნდაც მეგობრულ ველში და მეგობრის საერთოდ არ გაღიზიანებთ და მithumetes ინტიმურ ველში. ასე რომ იცი რა, თუ ეკოცნინება ასე კი მიიღუმის ფსიქიკა. ეს ხო არ არის წესი და ესე სიტყვაზე გინდა თუ არა ესე გავაკეთო. ასე რომ იქნებ სახელში ცდება, მოწონს თუ უყვარს, თუ უნდა ფიზიკურად მასთან სურვილი, ესეც ერევა და მან ძნელი ასახსნელია რა არის და როგორ არის. ხშირად თქვათ, მომწონს ვიძახი, როცა მიყვარს, ან მიყვარს ვიძახი, როცა მომწონს, იმიტომ რომ ჩემი ქცევა მე გავამართლო რასაც ვაკეთებ. ესეც ხდება. ასე რომ აი ამ იმაში რო არ შევიდეთ, მან დავანებოთ თვითონ თუ გადაწყვეტა რომ ვიღაცა მისთვის იმდენად ძვირფასია რომ ფიზიკურად ამ ველში შემოიყვანოს, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ორგანიზმი აძლევს ამას საშუალებას და მე როგორ უთხრა ახლა აკოცებ. ეგრე ცხოველებს კოცნიან და რა ვიცი მე გამიჭირდებოდა ასე ვთქვათ, მანდ რამე შეზღუდების გაკეთება იმის რომ მაშინ ნახე ვისი კოცნაც მოუნდება ავტომატურად დაარქმევს მიყვარს. თუ ეგრე წავით. ხო, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენმა შვილებმა ძალიან კარგად იციან ჩვენი ღირებულებათა სისტემა და მთავარი მესიჯი მეც ჩემს თავს ვეუბნები, როგორც მშობელს შეიძლება გავცე ის, რომ შეიძლება იყოს უამრავი საკითხი, რომელსაც არ ვეთანხმები, მაგრამ ჩემამდე მოსასვლელი გზა სულ ღია უნდა იყოს ჩემი შვილისთვის. ხო, მაგრამ ასეც ავიღებთ რომ არ ვეთანხმები, შეიძლება და დავეთანხმო. დიახ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რამე გონივრული იქნება, რატო არ დავეთანხმები? ახირებული არც მშობელი ვარგა და არც შვილი არ ვარგა, ხო? მაგრამ ნახე ის რომ დავждეთ და ვისაუბროთ და მოდი რა იქნებ გავიგო რას მეუბნები. აი ეს გადაჭრით რომ მე უთხრა არა და всё, ანუ ტაბუდადებული თემა ბავშვებთან ნაკლებად მუშაობს, იმიტომ რომ მე თუ ტაბუ დავადე, ის მაინც დაიწყებს მოძიებას, რატოა ეს აკრძალვა. და მე ჩვეულებრივია, ხო, ბავშვი ფსიქოლოგია, მოზრდილის დასრულის ფსიქოლოგია, ვიღაცას რო უთხრა, რომ გავდივარ და იმ უჯრაში არ ჩაიხედო, აი დარწმუნებული იყავით, რომ რო არ გეთქვათ, არც ჩაიხედავთ.
დიახ. რაზეც მოვახდინე კონცენტრირება. კი, აი რა თქმა უნდა, ხო, როგორც კი ეს მომენტია, ხო? ამიტომ მაინც საუბრები არის მნიშვნელოვანი, ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ ვალაგებთ. კი ბატონო. და მაინტერესებს როგორია ისეთი გარემო, სადაც ბავშვი ეზრდება თავდაჯერებული, ლაღი, წრფელი, სოციალური ეგ კითხვა იმიტომ არის კარგი, რომ შეგონებები ბავშვზე ნაკლებად მუშაობს და ქცევითი მოდელები მნიშვნელოვნად მუშაობს. ის უნდა ხედავს, რომ დედას და მამას უყვართ ერთმანეთი და თბილად და პატივისცემით epყრობიან ერთმანეთს. ის უნდა ხედავდეს, რომ ის წრე, სადაც ის არის დიდების არის კარგი ადამიანები, კეთილი ადამიანები, იქიდან იღებს ქცევით მოდელს და იქიდან იღებს ღირებულების სისტემას. არის ვარიანტი, როდესაც შეიძლება ადამიანმა ღირებულების სისტემა აიღოს თვით განათლებით, ნახე, კითხულობ თქვა, რა ვიცი. 80,000 კილომეტრი წყალქვეშ და გინდა ის იყო, რა ქვია, კაპიტანი ნემო, მერე წაიკითხე საემუშკეტერი და გინდა და ნახე იწყებ ბიმსგავსებას შენთვის საყვარელი პერსონაჟისთვის. უბრალოდ ეხლა ძალიან ცუდი მდგომარეობა, მასიურად რო ავიღოთ, ვინ არის საყვარელი ბავშვებისთვის საყვარელი კმენი? რა არის? აი ბეტმენი დაუშვათ თუ რაღაც ესეთი ანიმეებიდან ხო ან ეს მომენტი ან რაღაცა დაღრეცილია ან არაადამიანური ძალები ანუ ფანტაზია ხო მაგრამ ის რაც ღირებულებებზე ადამიანის ფარგლებში ეტევა ეგეც მე ვერ ვიხსენებ ჰარი პოტერიც ჯადოქარი აი ვინ არის თანამედროვე მაშინ ამიტომ ორიენტირები რო შეიქმნას რაღაცას უნდა ვხედავდე ან გარეთ უნდა ვხედავდე ან ლიტერატურაში უნდა ვხედავდე ან კინოში უნდა ვხედავდე ხო რომ რაღაც გზას დავადგე აქ პრობლემა რა არის პრობლემა ის არის რომ მსოფლიოში ხარისხი შეიცვალა ნახვების რაოდენობით და არასწორი ორიენტირებით დაჯდა. ნახვების რაოდენობა საერთოდ არ ნიშნავს არც გემოვნებიანობას, არც ღირებულებით ნაწილს. ნებისმიერი სისულელით შეგიძლია ასე ვთქვათ, ნახვების რაოდენობა გაზარდო და მილიონამდე ახვევ. ანუ მარკეტინგი დაჯდა, ანუ ძალიან ცუდი რაღაც ჩაერია, ასე ვთქვათ, შეფასებაში, ხო? შედევრი არავის არ აინტერესებს, არც ხელოვნება არ აინტერესებს. პოეზიაში შემოვიდა, მაგალითად, ბილდს სიტყვაობა, რაც უფრო ბილდს სიტყვაობ, მით უფრო პროვოკაციული ვარ, ამიტომ ერთხელ მაინც კითხულობს ვიღაცა, თუნდაც იმიტომ რომ მე თქვას რომ ცუდიაო, შენ გეზდება ნახვების რაოდენობა და თავი გონია, შენც გონია, მაგრამ სხვებსაც გონიათ რომ ძალიან ესეთია. მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად მაინც შეიძლება დავინტერესდეთ რას უყურებენ ჩვენი შვილები, მე მოზარდებთან და ბავშვებთან მუშაობ და ხშირად ვუყურებ იმ ანიმებს, რასაც ისინი მიზიარებენ და მსჯელობთ იმიტომ, რომ იქაც შეიძლება ამოიტანო რაღაცა ღირებულება, სადაც ვთქვათ მეგობრობაზეა საუბარი, ვთქვათ გმირები არიან, რომლებიც გადიან რაღაც განვითარების ხაზს, იცვლიან თავის ღირებულებებს, ხდება ვთქვათ მხარდაჭერა, ღალატი, ყველა პროცესი, სადაც შეიძლება რაღაცნაირად აი ამ გადაიტანო ეს პროცესი აზროვნების ნაწილში და გადაამუშავებინო სწორად, ვთქვათ. ჩემ ბოლო შეკითხვაა ჟღერს ესე ბატონო ზურა. თქვენი პიროვნული განვითარების, პროფესიული განვითარების, გამოცდილებების, კლიენტებზე დაკვირვების შედეგად. რა არის ის მთავარი მესიჯი, რომელიც თქვენს თავს უთხარით და გინდათ რომ სხვებსაც გაუზიაროთ? მთავარი მესიჯი, სხვებს გამიზიარებია, მე არაფერი დასამალი არ მაქვს, რომ უნდა წახვიდე იქითკენ თითოეული ადამიანი, რომ თავისი ცხოვრების სცენარის ავტორი და რეჟისორი თვითონ იყოს. სხვა შემთხვევაში მოუწევს სხვის სცენარში მონაწილეობას, სხვის როლის მორგება, ანუ სხვა რაც მიანიჭებს, ხო? შეიძლება კაი მსახიობი იყოს, აი ძალიან მაგარი მსახიობი იყოს, მაგრამ შენი სცენარი არის. ხო? და თითოეულის გზა არსებობს და აქეთკენ უნდა წახვიდე. იმიტომ რომ როცა ესეთი ადამიანი ხარ, შენ დიდი ბიუჯეტი არ გჭირდება ლამაზი ცხოვრებისთვის. ფილმის ენაზე რო გითხრათ, 5 მილიარდია ხოლმე დახარჯული ფილმში, რო ნახავთ არც გახსოვთ, იმიტომ რომ აბსოლუტური იდიოტობა იყო, ხო? შეიძლება ერთი კამერით ერთ მსახიობი და ერთ ოთახში ძალიან ლამაზი რაღაცა შექმნა.
ამიტომ რომ ეს შენზეა დამოკიდებული და არა გარემოზე. ამ შემთხვევაში შენ თავისუფალიც ხარ, არ შეცდომის არ გეშინია, ამიტომ რომ შენ ვიცი რომ ხვალიდან შეგიძლია ახალი სცენარი გადაწერო, რომელიც არ ვარგა და შენ ცხოვრებაზე შენ ხარ პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე და არავის ხო. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა რომ დღეს იყავით ჩვენი სტუმარი. კარგით. მადლობა. მადლობა.